ეს როლი დადო თავის კარიერაში, ჩემი აზრით. მე ვერ გამოვარჩევდი სიმართლე რომ ვთქვა ნიკა იმდენად დიდი არის ეს ადამიანი და იმდენად საოცარი შეგვიძლია ვისაუბროთ ნამდვილად, ხო? დღეს კალენდრის დროა და მე სამყაროს მეფე ვარ. ეს იმ ბიჭის სიტყვებია, მე არ მithქვამს ეს. იმ ბიჭის სიტყვებია, რომლის ყველა როლი თანამედროვე კინოს ისტორიას ქმნის. ყველა როლი. კი ბატონო. ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ამბობენ, რომ დედისთვის სახელი შერჩევის დროს შთაგონების წყარო ლეონარდო და ვინჩის ნახატი იყო. თითქოს ამით გადაწყდა, რომ ხელოვნება მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნებოდა. ლეონარდოს ბავშვობა სავსე იყო სირთულეებით, მშობლები ადრე დაშორდნენ და ის დედასთან ერთად ღარიბ უბანში გაიზარდა. მომავალი ვარსკვლავი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ კინოსამყაროში ადგილი უნდა დაემკვიდრებინა. და რა კარგია რომ ამას მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს აეყოლებოდა მისაბაძი მაგალითი, მე ასე მგონია. ლეონარდოს კარიერა სარეკლამო რგოლებით დაიწყო, მაგრამ მალე დიდ ეკრანზეც გამოჩნდა ფილმით რა აწუხებს გილბერტ გრეიპს, სადაც მან აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის როლი იმდენად ემოციურად შეასრულა, რომ მაშინვე მიიპყრო კინოკრიტიკოსების ყურადღება. პირველი ოსკარის ნომინაციაც 19 წლის ასაკში მოიპოვა, თუმცა ნანატრელ ოსკარამდე ჯერ კიდევ შორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ეკუთვნოდა აი ამ ფილმში 18 წლის ასაკშიც და შემდგომ უკვე ბევრ ფილმშიც სადაც ოსკარი აიღო, იქ ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ სხვას უფრო ეკუთვნოდა იმ როლზე პატივცემულობა, ვიდრე კონკრეტულად ვარ ლეონარდოსთან დაკავშირებით და ამას ვერ დაგეთანხმები, თუმცა მართლაც მე მგონი რომ ფილმში ეკუთვნოდა მას ოსკარი. რომეო და ჯულიეტა და რა თქმა უნდა ტიტანიკი ფილმი, რომელმაც არ მხოლოდ ვარსკვლავის კარიერა, არამედ მსოფლიო კინოს ისტორიას წარუსვლელი კვალი დაატყო. ჯეკ დოუსონის როლით ის გახდა ეპოქის სიმბოლო და მილიონობით ადამიანის გულსაც დღემდე იპყრობს და მართლაც გამორჩეულია აი ამ ფილმში, იმიტომ რომ რაღაც საოცარი სახე შექმნა ჯეკ დოუსონის და საოცარი იყო ლეონარდო ტიტანიკში. დიკაპრიოს მთავარი ფრაზა წარმატება არ უნდა გახდეს შენი მიზანი. მიზანი უნდა იყოს განვითარება. ლეონარდომ ეს საქმითაც დაამტკიცა და რომანტიკული როლების გარდა ის დრამატულ სახესაც შთამბეჭდავად ქმნიდა. ავიატორი, დასაწყისი, უოლ-სტრიტის მგელი, დიდი გეტსბი, თითოეული მათგანი მსახიობის მრავალმხრივობისა და პროფესიული სიღრმის დასტურია დამეთანხმებით. ალბათ და ყველგან მართლაც ეკუთვნოდა ოსკარი და გული მწყდება, რომ მას არ უდევს აი ამდენი ოსკარი. ესეც არ გავიცნეთ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ტოპი არის. კი ბატონო, ლეონარდოს ერთგულება როლების მიმართ იმდენად დიდია, რომ The Revenant-ის გადაღებაზე დათვთან ბრძოლის სცენა რეალურ გარემოში გადაიღეს. ყინვაში, გაყინულ წყალში და თითქმის ბუნებრივ პირობებში. ამბობენ, რომ მსახიობმა სცენისთვის ნამდვილი უმი ღვიძლის კი შეჭამა, მხოლოდ იმიტომ. სწორედ ამ როლისთვის მან საბოლოოდ მიიღო ის ჯილდო, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა. ეს იყო ოსკარი ნამდვილად. ლეონარდოს პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ცდილობს თავისი რომანების საჯაროდ არ გამოფინოს, მისი ურთიერთობები ხშირად ხდება განხილვის საგანი. წლების განმავლობაში ის ხვდებოდა ცნობილ მოდელებს, მათ შორის ჟიზელს, ბარ რაფაელს და კამილა მორონეს. ბოლო პერიოდში კი დიკაპრიო იტალიელ მოდელთან ვიქტორია ჩერეტთან დააფიქსირეს. კი ბატონო, რა უცნობია, ქერა გოგოებთან ერთად დადიოდა ხოლმე და ყველა გამოცემა აღნიშნავდა და კონკრეტულ ასაკამდე მიდის ხოლმე და იმ ასაკის ზევით გოგოს აღარ ხვდება. სამწუხაროდ ესეთი რაღაც უცნაური ისინია. ასევე უკვე წლებია ლეონარდო გარემოს დაცვით მოძრაობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმაა. მისი ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ მიმართულებით პროექტებს აფინანსებს. მაშინ კი როცა ეკრანზე ჩნდება დრო, თითქოს ჩერდება და ვწმუნდებით, რომ ნამდვილი ხელოვნებისთვის საჭიროა მხოლოდ გულწრფელობა, ვნება და რწმენა იმისთვის, რასაც აკეთებ. და ნამდვილად ბევრ ქვემოქმედებას აკეთებს, ეს ძალიან ცნობილი არის. შენ ის რომელია ესე ყველაზე საყვარელი ფილმი ჩვენ თქვით ახლა? ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი არის კი ბატონო, გეტყვით ახლავე სახელი დამოვიწყე. აბა მოყევი და საგიჟეთ. შეშოთა კონტროლი, არის რომელიც დაახლოებით 4-ჯერ მაქვს ნანახი და დასრულების დროსაც ვერ ხვდები რეალურად ბოლომდე რა ხდება. რასაც ის ამბობს ბოლო სიტყვები, რაც გენიალურად ამბობს იმ ყველაფერს, მისი ერთი თვალის გამოხედვით ხვდება ყველაფერი აბსოლუტურად რა ქვე ტექსტი დევს იქ, რა იგულისხმა, როგორ იგულისხმა და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ მე არ ვიცი თანაც ყველა ფილმის გადაღების დროს ის რაღაც პატარ-პატარა მსხვერპლზეც მიდის ხოლმე, მაგალითად უმი ღვიძლის ჭამა